მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე გამოვხატავ დიდ მადლიერებას თითოეული კომენტარისთვის, თქვენი უკავშირისთვის. მე გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ჩაგიწეროთ ახალი ვიდეოები კვლავ და კვლავ და მე დღეს შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას. ჩაფიქრებულ ადამიანზე, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რა გვს გულში მას და როგორ იქცევა, რამდენად შეესაბამება მისი გრძნობები მის ახლანდელ ქცევებს. მაშასე გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად და მე თქვენ მოგცემთ არჩევანის საშუალებას. პირველი ვარიანტი იყოს ეს ანგელოზი და მეორე ვარიანტი იყოს ეს წყვილი. კონცენტრირდით, წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, ვისაც უყურებთ ამ კონკრეტულ გაშლას. თუნდაც დააპაუზეთ ვიდეო, რომ შვიდად მოახდინოთ არჩევანი, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ეს იქნება თქვენი ვარიანტი, მაგრამ უყურეთ სიგნიფიკაციასაც. გადავდოთ მეორე ვარიანტი და მოგესალმებით პირველებო, ვინც ჩაიფიქრეთ ანგელოზი. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. რა ურთიერთობაში ხართ ახლა? კრიზისული პერიოდი გაქვთ მეგობრებო, საკმაოდ დიდი კრიზისის შედეგად მოხდა ერთ-ერთი თქვენგანის წასვლა ურთიერთობიდან და ურთიერთობა თითქოს ერთი ეტაპი თქვენი ცხოვრების დასრულდა. აქ წასვლა მოხდა მიზეზების და გამო და ეს წასვლა მოხდა საკმაოდ მტკივნეულად. შეიძლება თქვენ შორის ახლა არც კი იყოს კომუნიკაცია, რადგან საკმაოდ დიდი ტკივილით მოხდა ამ ურთიერთობიდან გასვლა. ვინ დატოვა ეს ურთიერთობა? კი, სიშორეზე ხართ ახლა, მანძილზე ხართ აქ თქვენ და თითქოს მაინც ელოდებით რაღაც შანსს, თითქოს ელოდებით რაღაც შეიცვლება და თქვენი ურთიერთობა ისევ განახლდება. მოლოდინის რეჟიმში ხართ მეგობრებო, მაგრამ ახლა და ამჟამად თქვენ შორის არის სიშორე. რას გრძნობს ეს ადამიანი ახლა თქვენს მიმართ? ძალიან დიდ ემოციას, ძალიან დიდ შიშს გრძნობს და დაკარგვის შიშს. ამ ადამიანს ეშინია, რომ არ გაგრძელდეს ის სიშორე და სტაგნაცია თქვენს ურთიერთობაში. ამ ადამიანს საკმაოდ დიდი ეჭვიანობა უღრღნის გულს, არის ძალიან დიდი ბუნდოვნება, თითქოს აქ არის ციკლური ურთიერთობა, რომელიც ხან ძალიან კარგად მიდიოდა და ხან ძალიან რადიკალურად, ნეგატიურად იცვლებოდა თქვენ შორის და გრძნობა ვიკითხე და ამ ადამიანს გრძნობებში ამოუვიდა ძალიან დიდი ტკივილი, საიდანაც გამოსვლა სურს და ვერ გამოდის ახლა. რა გვს გულში ამ ადამიანს თქვენს მიმართ? საკმაოდ დიდი მიზიდულობა აქვს ამ ადამიანს, თქვენი ემოციები აქვს, მაგრამ მეგობრებო, ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს
ოჯახი, ჰყავდეს სტაბილური პარტნიორი და ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორიც შეიძლება იყოს ეს. მაგრამ ამ ადამიანს გულში აქვს გრძნობები ისევ, ძალიან დიდი მიზიდულობა თქვენს მიმართ, ფიზიკური ტოლვაც აქვს, სულიერიც, რა თქმა უნდა, და ერთგვარად თითქოს ამ ადამიანისთვის თქვენ იყავით ის კომფორტი და ის გარემო, სადაც ეს ადამიანი თავს გრძნობდა როგორც საკუთარ ოჯახში. ავსებდით ამ ადამიანის ცხოვრებას თქვენ. კიდევ ვნახოთ ერთი არკანით რა აქვს ამ ადამიანს გულში. ძალიან დიდი გაურკვევლობა აქვს, არ იცის რომელი გზით წავიდეს. კიდევ ერთხელ დამიდასტურა არკანმა, რომ რაღაც სხვაობა არის თქვენს შორის. შეიძლება ასაკობრივი სხვაობა, შეიძლება როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოჯახი გაქვთ ერთ-ერთ თქვენგანს და სწორედ ამ ადამიანს ეს უქმნის ბარიერს, რომ აირჩიოს სწორი გზა და გააკეთოს კარგი სწორი არჩევანი. ეს ადამიანი ახლა ძალიან გაურკვეველ ურესურსო მდგომარეობაშია, როდესაც არ იცის როგორ და რანაირად მოიქცეს. მოდი ვნახოთ, როგორ მოიქცევა ეს ადამიანი. საკმაოდ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მსხვერპლია ამ ურთიერთობაში, მსხვერპლის პოზიციაზეა, რაღაც ვერ მიიღო ამ ურთიერთობიდან ამ ადამიანმა ის, რასაც ელოდებოდა და ამიტომ დასრულდა ეს ურთიერთობა და ეს ადამიანი ჯერჯერობით გეტყვით, რომ არაფერს არ მოიმოქმედებს თავის განცდებში, ემოციებში და ფიქრობს, რომ სხვა გზა არც არსებობს. ძალიან დაიღალა ადამიანი, ძალიან დაიღალა იმ ტვირთით და ეს ტვირთი მისთვის იყო ის, რომ ვერ გაღიარათ თქვენ სტატუსი ვერ მოგანიჭათ. თქვენ ალბათ ამ ადამიანისთვის იყავით ფარული ურთიერთობა და ეს ადამიანი დაღალა იმაზე ფიქრმა, რომ თქვენ რეალურად მის ცხოვრებაში ხართ ფარული პარტნიორი, რომლის აღიარებაც საზოგადოების წინაშე და თავის გარემოცვაში ვერ მოახერხა. თქვენი აღიარება როგორც სტატუსით, როგორც მისი ქალი და ამ ადამიანს თითქოს უქმნის იმის განცდას, რომ დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომ მან ეს ვერ შეძლო, რომ თქვენ ვერ მოგანიჭათ ის აღიარება, რასაც რეალურად თქვენ ამ ურთიერთობაში იმსახურებდით. მადლობა პირველებო, მე თქვენ გელით კომენტარებში რამდენად რეზონირდა და აქვე მოგესალმებით მეორე ვარიანტს, რომლებმაც ჩაიფიქრა აი ეს წყვილი. რა ურთიერთობაში ხართ მეორეებო, ვნახოთ თქვენი ურთიერთობა. მეგობრებო, შეიძლება თქვენ უყურებდეთ ახლა ისეთ ურთიერთობას, სადაც კომუნიკაცია ამ ადამიანთან, ან ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, ან თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ინტერნეტით, ტელეფონით ხორციელდება, მაგრამ ახლა ცოტა გაბრაზებული გყავთ თქვენი რაინდი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ცოტა უხეშ ენერგიებშია და ცოტა სიბრაზებს ტრანსლირებს ეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, თქვენი ურთიერთობა
დაიწყო მეგობრულად მიწერ-მოწერებით, გულწრფელი იყო თქვენს შორის ურთიერთობა, მაგრამ ახლა ცოტა აღელვებულია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. შეიძლება მანძილზეც იმყოფებით ერთმანეთისგან, ერთ-ერთი თქვენგანი სხვადასხვა ქვეყანაში ხართ და შორს ხართ ერთმანეთისგან, მაგრამ რაღაც მოხდა, შეიძლება მიწერ-მოწერით, რაღაც ისე ვერ უთხარით ამ ადამიანს, რამაც ის გააბრაზა. ნახოთ კიდევ რა ურთიერთობაში ხართ ახლა. დიახ, მეგობრებო, დაძაბული ურთიერთობა გაქვთ ახლა და ამავე დროს შეიძლება რაღაც დაფარული გაიგეთ ერთმანეთის მიმართ და აი ამან დაძაბა სიტუაცია თქვენს შორის. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ შორის დაძაბულობა გამოიწვია რაღაც შეიძლება დაძაბულობა უკავშირდებოდეს რაიმე წერილს, ან რაიმე დოკუმენტს, შეიძლება ესეხებოდეს, შეიძლება ადამიანი რასაც გიმალავდათ ის გამჟღავნდა, ან თქვენ რაღაც დაუმალეთ ამ ადამიანს და ეს გამჟღავნდა და ეს ადამიანი ამიტომ ცოტა ხის ენერგიებშია. მოდი ვნახოთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ხავი არკანი მეგობრებო, საკმაოდ ისეთი ბატონი ამოვიდა, ქარიზმატული, საკმაოდ აქტიური, რომლის ენერგიებითაც თქვენ ძალიან მოიხიბლეთ. ეს ადამიანი საკმაოდ წარმატებულია, საკმაოდ შემდგარი ადამიანია, თუმცა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ცივად მოეკეცით მას, ან არასწორად მოეკეცით მას, რამაც ცოტა დაძაბა თქვენს შორის ურთიერთობა და შეიძლება გადადიხართ ისეთ ურთიერთობაში, სადაც ფიქრობთ, რომ ღირსკი კომუნიკაციაზე გასვლა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მოეკეცით ძალიან ცივად, ძალიან უხეშად და თქვენ გაბრალებთ აი ამ ურთიერთობაში ნეგატივის შეტანას. რა აქვს გულში თქვენს მიმართ ამ ადამიანს? მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ ამ ადამიანისთვის საკმაოდ გამორჩეული ხართ, როგორც თქვენი ფიზიკური მონაცემებით, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ გამორჩეული ხართ, ასევე საზოგადოებაში ჩანხართ როგორც ვარსკვლავი, მაგრამ წასული ხართ თითქოს და აი კიდევ ერთხელ მიჩვენებს აქ სიშორეს თქვენს შორის და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აღარ აქვს გზა თქვენთან მოსასვლელი. ამ ადამიანის თვალში ნამდვილად ბრწყინვალე ქალბატონი ხართ, რომელიც რაღაც დისტანციას უწესებს ურთიერთობაში და შეიძლება თქვენ წახვედით ამ ურთიერთობიდან და ამიტომ აჩვენებს აი ამ ყველაფერს. ან თქვენ გაებუტეთ მას და გამონაწყენდით, რას გრძნობს, რა აქვს გულში. ცოტა ეჭვიანობს ეს ადამიანი თქვენზე და შეიძლება ფიქრობდეს, რომ ვიღაც არსებობს თქვენს ცხოვრებაში და ახალი შანსი გაქვთ, რომ სხვა ურთიერთობაში გადახვიდეთ და ეს საკმაოდ დიდ ეჭვებს და საკმაოდ ნეგატიურ ემოციებს იწვევს თქვენში. შეიძლება აკვირდება თქვენს სოციალურ ქსელებსაც, რადგან აწვალებს
იმაზე ფიქრი, რომ თქვენ არ გადახვიდეთ სხვა ურთიერთობაში. როგორ იქცევა ეს ადამიანი თქვენს მიმართ? თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვურად იქცევა ეს ადამიანი და ეს კონფლიქტი, რომელიც თქვენ შორის წარმოიშვა, ეს მისი ბავშვური საქციელია და სწორედ ეს არის მიზეზი თქვენი მხრიდან იმის, რომ რაღაც დაიძაბა თქვენს ურთიერთობაში. მიუხედავად იმის, რომ ეს ადამიანი ახლა ფიქრობს, რომ გაჩერებულია სიტუაცია და გზას ვერ ხედავს, როგორ მოგიდგეთ, როგორ აღადგინოს ეს ყველაფერი, ძალიან დიდი მონატრება აქვს ძველი სიტუაციების, როგორ იყავით ერთად, აი ეს თბილი მომენტები ახსენდება და ძალიან დიდი მონატრება აქვს თქვენს მიმართ ახლა ამ ადამიანს, თუმცა როგორ მოიქცევა ჯერჯერობით ეს ადამიანი არ გამოვა კონტაქტზე, რადგან არ იცის ჯერ როგორ და რანაირად გააკეთოს ეს. დაგემშვიდობებით მეორეებო თქვენს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და მე ველი თქვენს კომენტარებს. დროებით.